ჩვენ კი ახლა უნდა ვისაუბროთ ჯონი მე და შენ ისეთ თემაზე, როგორიც არის წონის კლება და წონის კორექცია. გასაგებია, საითაც არის ეს კენჭი. ნასროლი გეთახმებით. პრობლემა, რომელიც შენ არასოდეს არ დაგიდგება. ნუ, მასეც ნუ ვიტყვით ახლა, არ ვიცით, ვის რა პრობლემა დაუდგება, მაგრამ შენ როდესმე სულხანე ყოფილ ხარ? არა, არასდროს. აი, მაგაშია. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანის დღის წესრიგში დგას ეს პრობლემა და ადამიანებიც რაღაცა უამრავ სხვადასხვა ხერხს ვეძებთ ხოლმე წონის კორექციისთვის და ერთ-ერთი ასეთი ხერხი არის კალორიების დეფიციტი, რაც ძალიან პოპულარული გახდა სხვათა შორის ამ ბოლო პერიოდში და ვიღაცას შეიძლება ეს უმარტივდება ასეთი მიდგომა, ხო, ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან რთულიც იყოს. ყოველ შემთხვევაში თუ რა არის ეს კალორიული დეფიციტი, ამაზე ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელსაც წარმოგიდგენთ რუსკა ღვამიჩავა, ნუტრიციოლოგიის მეცნიერების დოქტორი, დიდი ბრიტანეთის ასოცირებული ნუტრიციოლოგი. დილა მშვიდობისა, რუსკა, უღრმობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. და დავიწყოთ ალბათ ახსნა განმარტებით, ხო, რა სნიშნავს კალორაჟი, კალორია და რა როლს ასრულებს ეს ჩვენს წონაში. დილა მშვიდობის და მიხარია, რომ ესეც აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ, რადგან ზღვის სეზონი, რაღაც ზაფხული სეზონი გვიახლოვდება, ხშირად სამწუხაროდ ხშირად ხოლმე ამ დროს ახსენდებათ ჯანსაღყვება და კიდევ უფრო ხშირად მხოლოდ წონის კლებასთან მიმართებაში. რეალურად რომ დავიწყოთ რა არის კალორია, ეს არის ენერგეტიკული ერთეული, რომელიც რაღაცა ნებისმიერ საკვებს გააჩნია, რომლის ესე ვთქვათ გადამუშავების და მიღების ესე ვთქვათ დროსაც რას იღებს ჩვენი ორგანიზმი, ხო? რომელიც საჭიროა ყველა ელემენტარულ აქტივობაზე. კალორიებს ხშირად რაღაცა ნეგატიური რეაქცია მოყვება ხოლმე, რომ რაღაცა თუ მაღალკალორიულია, ანუ არც ჯანსაღია, არ ვარგა და აღარ გვინდა და რაღაცნაირად წონის კლების აი ამ დიდმა სურვილმა და მუდმივად ამაზე საუბარმა შექმნა ეს შიში, რაც ფიქრობ არასწორია, იმიტომ რომ ამას უნდა შევხედოთ როგორც მნიშვნელოვან ენერგიას, რითაც უბრალოდ ზომავთ, ხო, როგორ გამოვიყენებთ ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი უმეტესი ნაწილი ჩვენს ხელშია. ნეგატიური და დადებითი, თქვათ, კალორიული ბალანსი რას ნიშნავს, რომ ავხსნათ პირველ რიგში, თუ ჩვენ საუბრობთ წონის კლებაზე, რა ხერხიც არ უნდა იყოს ნებისმიერი, აუცილებლად გვჭირდება ნეგატიური კალორიული ბალანსი. ანუ ჩვენ უნდა მივიღოთ იმაზე, ეს ვთქვათ, ნაკლები კალორია, ვიდრე დავხარჯავთ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მინიმუმამდე დავიყვანოთ, დახარჯვაში ასევე შედის ფიზიკური აქტივობა, ნებისმიერი სახლის აქტივობა თუ უბრალოდ რაღაცა ყოველდღიური რამეები, რასაც ვაკეთებთ, ამიტომ აი ეს ნეგატიური კალორიული ბალანსი არის რეალურად ის, რაც ქმნის მოაქვს ეს ვთქვათ წონის კლების შედეგი. საინტერესოა იცით რა, რომ თვითნებურად ამისი გაკეთება და უშუალოდ ხო კალორიულ დეფიციტში თავის ჩაგდება, ასე ვთქვათ, ეს შესაძლებელია თუ მაინც ჯობია რომ ეს სპეციალისტმა გაგვიკეთოს, ასე ვთქვათ, გაგვიწეროს რა და როგორ იყოს ჩვენს რაციონში. ვიტყოდი რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ძალიან კატეგორიულად არ შევამციროთ, განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში ხანდახან არის აი უკიდურესად მინიმალური კალორიების მიღება, რაც სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს, განსაკუთრებით ჰორმონალური ბალანსისთვის, რაც ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ როგორ გადავანაწილებთ ამ შემცირებულ კალორიებს, რადგან ხშირად ხვდები, როდესაც დიდ წონას დაიკლებენ, თითქოს გამოფიტულია სხეული, რაც თქვათ კანზე, თმაზე, ფრჩხილებზე აისახება და გარდა ამისა აქ არ დაგვაუწყდეს მენტალური ჯანმრთელობა, იმიტომ რომ თუ ძალიან შიმშილის ზღვარზე გადის ეს ყველაფერი, ძალიან აზიანებს ჩვენს ფსიქიკას და ძალიან რთული გასაძლებია. რაც შეეხება თქვათ სპეციალისტთან კონსულტაციას და მიღებას რჩევების, ეს ამ ყველაფერს ნამდვილად აადვილებს, რადგან ზოგადად რაღაც 21 საუკუნეში ყველაფერი მორგებულია კონკრეტულად ინდივიდუალურ დონეზე, ადამიანზე. შესაბამისად, ჩვენს რეჟიმზე, ჩვენი მოთხოვნილებების, გემოვნების მიხედვით შეიძლება შედგეს კვების რაციონი, რაც უფრო უმეტესად ამარტივებს და უფრო გრძელვადიანს ხდის ამ შედეგს. აი, როდესაც კალორიაზეა საუბარი, თქვათ, ავიღოთ ერთი რომელიმე კონკრეტული პროდუქტი. დაბალკალორიული, თქვათ, საზამთრო, ხო? ვიცით რომ დაბალი კალორიულობით ხასიათდება. აი, რაოდენობას აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა?
რაგინ დიდი რაოდენობით რომ მივიღოთ საზამთრო არანაირად არ იმოქმედებს ეს წონაზე? ბოდიში ჯაგერთვებით ახლა უცებ გამახსენდა რომ ენდოკრინოლოგმა ერთხელ უთხრა ჩემ ერთ ნათესავს რომ ქალბატონო ახლა სპილო კომპოსტოს მეც კი არაფერს არ ჭამს მაგრამ ხომ გააჩნია რა რაოდენობით შეჭამეთ კომპოსტს მოპატიეთ გამახსენდა ძალიან სწორი აღნიშნა იყო იმიტომ რომ რაც არ უნდა ნებისმიერ საკვებზე ვილაპარაკოთ, ზოგადად ულიმიტოდ რაღაცის მიღება და ეგეთი მიდგომა მაინდა-მაინც არ ამართლებს, იმიტომ რომ წყალზეც რო ვთქვათ, ეხლა 10 ლიტრად წყალის დღის განმავლობაში არ იქნება ნორმალური, არც არაფერში არ წაგვადგება. აქედან გამომდინარე, ასევე როდესაც საუბრობთ, თუნდაც დაბალკალორიული იყოს საკვები, კალორიები ითვლის მხოლოდ რაოდენობას, მის ხარისხს საკვებისას არ ითვლის. შესაბამისად, ჩვენს რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის უნდა დავწმუნდეთ, რომ შეიძლება იყოს ზამთროც ფანტასტიკური სეზონური პროდუქტია, მაგრამ ის არის უფრო ნახშირწყლების წყარო, რომელიც თქვათ ხილიდან, ასევე სხვა ხილიდან შეიძლება მივიღოთ და არ დაგვაუწყდეს, რომ იმას ჭირდება ცილაც და ცხიმიც. განსაკუთრებით, როდესაც კლებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი მიზანია რეალურად ვიძახით წონის კლებას, მაგრამ გვინდა ცხიმის კლება, ხო? არავის არ უნდა კუნთის კლება. პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ კუნთი რაც შეიძლება გავამაგრო და დავიცვათ, რადგან კლების დროს, რა თქმა უნდა, გარკვეული სულ ცოტა რაოდენობა მაინც წავა აუცილებლად, მაგრამ მიზანია რაც შეიძლება მობილიზაცია გავაკეთოთ კუნთის და მაქსიმალურად ცხიმის ხარჯზე იყოს კლება. ამიტომ ხშირად კალორიების უკან ხარისხის საკვების და გადანაწილება სამწუხაროდ იკარგება, თუ მხოლოდ კალორიებს გავაკეთებთ აქცენტს. აი ხო და რაღაცა პერიოდი ამ ყველა ამ ასე დიეტას, ასე ვთქვათ, ახასიათებს რაღაცა პერიოდის მერე შეჩერება წონის კლების. როგორც წესი ეს ასეა, ხო? აი რა ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ, რასთან გვაქვს საქმე? წონის გაყინვას, რასაც ეძახიან, შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით 4 კვირის მანძილზე ერთი რაღაცა გრამითაც არ უნდა იცვლებოდეს ფაქტიურად წონა, რაც არის ძალიან იშვიათი. ძალიან იშვიათად ხვდებით რეალურად ამას. უმეტესად ხდება ის, რომ შეიძლება მელტ კალორიას ვიღებდეთ და რეალურად ვერ ვაკონტროლებდეთ ამ ყველაფერს. ერთი ის არის, რომ ასევე ორგანიზმი იჩვევა გარკვეული დროის მერე და კიდევ მოითხოვთ გარკვეულ მოდიფიკაციას კალორიებში და გარდა ამისა, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის წონის კლებასთან ერთად მისი ტემპი ნელ-ნელა ჩერდება, იმიტომ რომ როდესაც ეს თქვა დასაკრები შეიძლება უფრო მეტი იყოს, დასაწყისში დიდი რაოდენობით მოდის, თან ასევე ვიცით რომ სითხის ხარჯზე ხდება, ესე თქვა შეშუპების ჩაცხრობა დასაწყისში უფრო მეტად და შემდეგ უფრო გადადის ცხიმის ხარჯზე, თუ სწორად არის ეს ყველაფერი მიმართული. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი რომ ზუსტად ეს თქვა როგორ წავა წონის კლება, რაც ხშირად მეკითხებიან კონსულტაციაზე, რომ ერთ თვეში რამდენს დავიკლებ. არ არსებობს არანაირი ფორმულა, ვერავინ ამას ზუსტად ვერ გვეტყვის. რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაც ვიცით ვარაუდით, მაგრამ შეუძლებელია ადამიანს რაღაცა ზუსტად შეუპირდეთ და შემდეგ ხშირად რაღაცა მოლოდინი აქვს, თუ რასაც ვთქვათ, ოდნავ მაინც თუ აცდება ის რეალობა, მე არის ძალიან დიდი იმედგაცრუება, რაც არ გვაწყობს ესეთ დროს. შესაბამისად, ყოველთვის ვიცით, რომ კლება ნელ-ნელა უფრო შენელდება, მაგრამ თავარია ცოტა, მაგრამ კლება მაინც გაგრძელდეს, რადგან ჩვენ სავარაუდოდ გვინდა უფრო გრძელვადიანი ეფექტი. თუმცა თუ ადამიანს რა თქმა უნდა ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ასე ვთქვათ და ისი ფიზიკური მონაცემები, ვარჯიშიც რომ დაურთონ თან ყოველივე ამას, ალბათ ეფექტიც გაცილებით უფრო თვალსაჩინო იქნება რა. რა თქმა უნდა, წონის კლებაში ძალიან მოგვეხმარება, იმიტომ რომ ჩვენი ენერგიული, ასე ვთქვათ, დანახარჯი გაიზრდება. და გარდა ამისა, დაგვეხმარება ზუსტად რაც ვახსენეთ, კუნთის მობილიზებაში. ხო, ორი რაღაც არის მთავარი, რაც კუნთის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ეს არის საკმარისი რაოდენობით ცილების მიღება და ფიზიკური დატვირთვა. გარდა ამისა, ალბათ უსასრულოდ შეგვიძლია ვარჯიშის ბენეფიტებზე ვისაუბროთ, მხოლოდ წონის კლებას რო თავი დავანებოთ და რასაც ხშირად გვაჩვევს ასევე ვარჯიში არის გარკვეული რეჟიმის შექმნა და ამის შენარჩუნება, იმიტომ რომ ზოგადად ჯანსაღი-კვება, თუნდაც ამის ნაწილი იყოს გარკვეულ ეტაპზე კლება, არ არის მხოლოდ ერთ ან ორკვირიანი, ესე ვთქვათ, ეტაპი, ეს არის გრძელვადიანი, რაც გვინდა რაღაცნაირად ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციოთ. ზოგადად კლებას რაც შეეხება, მნიშვნელოვანია გვესმოდეს კალორიები როგორ შედგება, ხო? ჩვენი ორგანიზმი რანაირად, ესე ვთქვათ, ჭირდება. გვაქვს ბაზალური მეტაბოლიზმი, რომელიც არის ის კალორიების დანახარჯი, რომელიც
უბრალოდ იხარჯება მაშინ, როდესაც ადამიანი არსებობს და ცოცხალია. თუნდაც გძინავს, თუნდაც საუბრობთ, ზივართ, არ აქვს მნიშვნელობა და ყველაზე დიდი პროცენტულობა დაახლოებით 60-70 ზუსტად ამ დროს იხარჯება. ხშირად გონიათ ხოლმე, რომ დღეს არაფერს არ შევჭამ, არაფერი არ გამიკეთებია, თელი დღე სახლში ვარ, ხო? რეალურად ჩვენი ორგანიზმი ყოველწამიერად ძალიან ბევრს შრომობს, რომ ჩვენ ვიყოთ ცოცხალი და ყველანაირი აქტივობა ეს თქვა შევძლოთ, რომ შევასრულოთ. ამას შემდეგ ემატება უკვე ის ფიზიკური აქტივობა, რაც შეიძლება შემოდიოდეს, რაც შეიძლება იყოს. თუნდაც სახლის დალაგებიდან დაწყებული დარბაზში ვარჯიში დამთავრებული, ძალიან ფართო სპექტრი ამ ყველაფრის. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოვექცეთ ცუდად ჩვენ თავს, რომ თუ რაღაც არ ვივარჯიში ან საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია დღეს, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა რაღაცა დავსაჯოთ და ვაშიმშილოთ. რუსკა, როდესაც არის საუბარი ამ კალორიების მიხედვით წონის კლებაზე, თუ ადამიანს არ უდევს წინ ცხრილი ცოტა ურთულდება და თანაც თუ ფუნებით კაცი ბუღალტერი არ არის, მაინც მისთვის ძალიან სასიამოვნო არ არის ეს ანგარიშობა. აი როგორ შეიძლება ეს რუტინა გადავაქციოთ სასიამოვნო მომენტებად. ძალიან სწორი აღნიშნეთ, ხშირად კალორიების თვლა შემდეგ უტოლდება იმას, რომ მუდმივად კალკულატორი გვაქვს ტვინში ჩართული და ყველანაირი სიამოვნება საკვების თითქოს სადღაც იკარგება. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ კომფორტულია, თუმცა ასევე ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც კვებითი აშლილობები ყოველდღიურად უფრო სამწუხაროდ მატულობს და აი ეს თვლა და ობსესია კალორიებზე კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ყველაფერს. ვისთვისაც კომფორტულია და ზედმეტი შფოთვის გარეშე შეუძლია რომ დათვალოს, ასევე აპლიკაციები არსებობს უკვე არაერთი, რაც ამ ყველაფერს აადვილებს, შვენიერია, მაგრამ თუ ხვდებით რომ ამას მეტი შფოთვა მოაქვს, რაღაცა ვერ ვალაგებ და შეიძლება ერთ ჯერზე მივიღოთ ბევრი და მერე გვიწევთ თელი დღის განმავლობაში ვიშიმშილოთ, მაშინ ვფიქრობ, რომ სხვა მეთოდი უფრო გამოგვადგებოდა. მაგალითად, მე ძალიან მიყვარს ჯანსაღი თეფშის მოდელს, რასაც ვეძახით, სადაც ერთ ულუფა თეფშზე ნახევარზე გადანაწილებულია ბოსტნეული, შეიძლება ხილით ჩავსვათ, მაგრამ უმეტესად გვჭირდება ბოსტნეული და შემდეგ მეორე ნახევარი თეფშის, ის თქვათ, გაყოფილია ორ ნაწილად. დაახლოებით 1/4 გვაქვს ცილოვანი პროდუქტები, რაც არის, თქვათ, ხორცი, შეიძლება იყოს ასევე ხაჭო, პარკოსნები, ლობიო, მსგავსიც, რადგან მარხვა არის, ეს აუცილებლად ვახსენოთ და დარჩენილი 1/4 არის უკვე რთული ნახშირწყლები, მაგალითად წიწიბურა, კინოა, შეიძლება იყოს კარგი ხარისხის ჭვავის პურით, მაგალითად მსგავსი გადანაწილება უფრო გვეხმარება, რომ ვიზუალურად აღვიქვათ და ყოველდღიურობაში ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მუდმივად ან ტელეფონით დავთვალოთ, ან ტვინში ეს ყველაფერი ვითვალოთ, თუმცა მაინც დამოკიდებულია ადამიანს როგორ ეკომფორტულება. და ერთი კითხვა კიდე საერთოდ საყოველთაოდ ცნობილი გამოთქმა, რომ 6 საათის შემდეგ ჭამა არ შეიძლება. რამდენად სიმართლეს შეესაბამება? წონის კორექციისთვის. წონის კორექციის. ისე რატო არ შეიძლება? ახლა სუფრები საერთოდ საღამოს იწყება ბატონო და წონის კორექციისთვისაც და ისეც ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მითად დავასახელებდი, რომ 6 შემდეგ თუ შევჭამთ, იქ რაღაცა მოხდება. ნებისმიერ საკვების რაღაც სიტყვაზე ვაშლის კალორია რო ავიღოთ, იმას დილის 2 საათზე შევჭამთ თუ საღამოს 8 საათზე, არანაირი განსხვავება რეალურად არ არის. ეს მინდა რომ ყველამ გაიგოს, ვინც გვიკონტროლებს ხოლმე. არაფერი არ შეიცვლება. ერთადერთი მიზანი და ეს ვთქვათ მიზეზი ასევე, რის გამოც შეიძლება ეს გამართლებული იყოს ეს მიდგომა, რომ ხშირად საღამოობით ბევრად დიდი ალბათობა, რომ ძალიან მოშიებული ვართ, დაღლილი ვართ სამსახურიდან, შესაბამისად ჩვენს ნერვულ სისტემას უჭირს უფრო კონტროლი, რას როგორ მივირთმევთ. თუმცა თუ დღის განმავლობაში გადავანაწილებთ, თუ რეალურად ძალიან ადრეც არ ვიძინებთ, 12-ზე თუ ვიძინებთ, 6-დან 12-მდე საკმაოდ დიდი დრო არის და შეიძლება ჩვენს ხასიათზეს აისახოს, ამიტომ შეგვიძლია რომ გადავანაწილოთ დღის განმავლობაში და მშვიდად მივირთვოთ. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა.